რადიო სპუტნიკი საქართველო. საუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ. პორტალ კვირას პრეს-კლუბში პარლამენტარი გიორგი ვოლსკი აქტუალურ შიდა და გარე პოლიტიკურ პრობლემებს მიმოიხილავს. დიხანია, რაც სამსახურები ერთად არის პრინციპში. საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა პრინციპულად დეტალები, რომელიც წარმოიშვება ასეთი გაყოფის ან რეორგანიზაციის შემდეგ. საკადრო თემა მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ურთიერთობაში იქნება ეს ორი უწყება ერთმანეთთან. ის ვისი დანიშნულია, ან ვისი კადრია ერთი, ვისი კადრია მეორე. მაგრამ ეს არ არის განპირობებული იმით, რომ თქვათ ჩვენი საზოგადოება ჩამორჩება სხვა საზოგადოებას ინტელექტუალურად. უბრალოდ ტრადიციულად ისტორია სხვანაირად ვითარდებოდა საქართველოში, ყველა ცდილობდა რომ მაქსიმალური ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ესე იყო, თქვათ ახლა ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ აი 9 წლის განმავლობაში რისთვის იყო თქვათ ეს უწყება გაერთიანებული. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, რამდენად პროფესიონალურად მართებულია ამ ორი უწყების ერთად ყოფნა. გარდა იმისა, რომ ძალაუფლებას მატებს სტრუქტურას თვითონ და ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის კავშირს უსვავს ხაზს უმაღლეს ხელისუფლებასთან. აი ეს თემა იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი და თქვათ იყო პრეზიდენტი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და განაპირობებდნენ სიტუაციას ქვეყანაში და პრემიერ-მინისტრი თქვათ მეორე პლანზე იდგა. შეიცვალა პოლიტიკური საკონსტიტუციო პრინციპები. პრემიერ-მინისტრის თემა არის წინ წამოწეული, როგორც ხელმძღვანელი სტრუქტურის, მეორე მხრივ არის პრეზიდენტი, რომელსაც ასევე საკმაოდ სერიოზული უფლებამოსილებები აქვს, არის პარლამენტის თავმჯდომარე, თავად პარლამენტი, რომელიც გაცილებით უფრო მეც უნდა განაპირობებდეს, ვიდრე თქვათ გუშინ განაპირობებდა ძველი კონსტიტუციის პირობებში და არის უშიშროების და საპოლიციო სამსახური გაერთიანებული, ეს საკმაოდ ესეთი სიტყვა მოიხმარეს მონსტრი. ახლა გააჩნია ვინ იქნება ხელმძღვანელი, გააჩნია როგორი ურთიერთობა ექნება პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტთან. აი ესეთი გააჩნიას უნდა ბოლო მოეყოს. უნდა იყოს ორი უწყება, რომელიც ერთმანეთზე არ იქნება დამოკიდებული ადმინისტრაციულად და ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნება ეროვნული სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპები სახელმწიფოში მათ წესრიგის დამყარების თემისაგან. არ შეიძლება რომ აი მე რაც ჩამოგითვალეთ ის ინსტიტუტები ხელმძღვანელი იყოს ქვეყნის და კიდევ იყოს ესეთი სტრუქტურა, რომელიც ყველაფერს წესრიგსაც თვითონულის პოლიტიზირებულია ამდენად მნიშვნელოვნად უსაფრთხოების საკითხებსაც თვითონულის და პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. მოკლედ, ყველამ როცა კონკრეტულად იქნება საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა იქნება გამიჯნული უსაფრთხოების თემისაგან, რასაკვირველია ეს იდეურათაც კარგია დეპოლიტიზაციის გაგრძელების დეპოლიტიზაციის მიმართულებით წამოწყებული წარმატებით რეფორმის დამასრულებელი ეტაპსაც ხელს შეუწყობს და გარდა ამისა ყველას ეცოდინება თავისი ფუნქცია მოვალეობები და არ იქნება ეს ისეთი კონგლომერატი, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს წარმოადგენს. ეს სახელმწიფო სტრუქტურების ვალდებულება, რომ ყველა მიმართულებას თავისი ადეკვატური სტრატეგია შეუსაბამო. ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, ჟურნალისტთა დიდ წრეს წავიყვანდი და
ჟენევის მოლაპარაკებებში მივაღებინებდი მონაწილეობას ყველა მხრიდან. იმიტომ რომ სპეკულაციები ბევრია, თქვა პოლიტიკოსების მხრივ, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრივ, მაგრამ რეალობა ყოველთვის არ ითქმება. რეალური რა სიტუაციაა? ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია. მედიასაც არ აქვს სრული ინფორმაცია, თორემ ცუდად კარგად როგორც წესი თავრობის მიმართ დაპირისპირებულ ტონალობაში თუ სხვა ტონალობაში გაანალიზდებოდა და საზოგადოებასაც მეტი საშუალება ექნებოდა მიიღო ამ ფორმატის თაობაზე ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისია ეხლა არ იქნება ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში, შეიძლება არ დეგებამდე, აგვისტოს შესვენებამდე უпростоრეთ, ან უკვე საშემოდგომო სესიის პირველ დღეებშივე დეტალური ინფორმაცია მოისმინოს ღიას ყდომაზე ჟენევის დელეგაციის ხელმძღვანელის. უკაცრავად ესე დიდი შესავლისათვის, მაგრამ იქ არ არის ესეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ იქ საკითხებს აყენებ და ადვილია თუ კი თქვათ მხარს გიჭერს ევროკავშირი, EU-თუ და გაერო, რომელთა მაღალი წარმომადგენლებიც წარმართავენ ამ მოლაპარაკებებს, იქ ადვილი იყოს შენი პოზიციის გატანა. იქ საერთოდ ფორმატიც არ არის ჯერ სრულფასოვნად, ჯერ და ვერც იქნება ჩამოყალიბებული, ვინაიდან ერთი მხარე ამტკიცებს, რომ აფხაზური და ოსური მხარეები არიან სრულფასოვანი წარმომადგენლები, რომ რუსეთი არ არის კონფლიქტის მონაწილე და იგი ხელშემწყობ მხარედ განიხილება. მეორე მხარე ამტკიცებს და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პოზიციაც, რომ სწორედაც ქართულ-რუსული დაპირისპირების ფორმატისთვის შეიქმნა ეს ჟენევის მოლაპარაკებები და ძალიან დიდი ნაწილია ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს, თუ რამ განაპირობა, რა იყო წინაპირობა 2009 წელში. იმისათვის, რომ სწორედ ჟენევის ფორმატი ყოფილიყო განხილვის ადგილი და არა გაეროს უშიშროების საბჭო. ბევრმა არ იცის, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა გაეროს მისია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და შესაბამისად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისად შეიქმნა პირობა, რომ ეს საკითხი მუდმივი მსჯელობის საგანი ყოფილიყო გაეროს უშიშროების საბჭოში. თუ რა მოხდა, როგორ დაირღვა ეს რა ბარიერები გაჩნდა გაეროს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ამის თაობაზე, მე ვიცი, არსებობს იქნება ცალკე ბრიფინგი გავაკეთოთ, მაგრამ მე მგონია შეიძლება მოკლედ ითქვას, რომ იყო სერიოზული შეცდომა, შეცდომას ვამბობ, იმიტომ რომ არ მინდა უფრო მძიმე სიტყვა ვიხმარო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც სულ მინიმუმ არ შექმნა ისეთი პოლიტიკური ატმოსფერო, სადაც სწორედ რუსეთი იქნებოდა დამნაშავე აი ამ გაეროს მისიის არყოლისა. საზოგადოებას მიაწოდეს აზრი, რომ რუსეთმა ვეტო დაადო გადაწყვეტილებას ახალი მანდატის თაობაზე. რაც სინამდვილეს არ შეესაბამება რუსეთმა ვეტო დაადო რეზოლუციას, ტექნიკურ რეზოლუციას, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრების საპირისპიროდ ჩვენი მხარე ცდილობდა კვლავ ეს არანეიტრალურ დასახელებაზე, როგორც ვთქვათ, იგივე ჟენევას ახლა ნეიტრალური სახელი ქვია, საერთაშორისო მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე. ესეთი იყო წინადადება გენერალური მდივნისაც. მაგრამ პატრიოტული ჭყალებში, პატრიოტული პოზიციით ხელისუფლების წინადადება იყო პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომ ამას დარქმეოდა საქართველოს აფხაზეთი, კვლავ ძველი ტერმინოლოგიით, რასაც რასაკვირველი რუსეთი არ დათანხმდებოდა. აი ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები და შემდეგ ტექნიკური რეზოლუციის მიღება გახდა საჭირო ერთი კვირით გადატანის თაობაზე ამ კონსულტაციების. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური რეზოლუცია ერთმუხლიანი. აქაც
დაისვა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კაცრად წინან დადება რომ ყოფილიყო სწორედაც პოლიტიკური მუხლი ჩადებული, რასაც რასაკვირველია რუსეთი არ დაწახდებოდა. და არ მიეცათ საშუალება დასავლეთის ჩვენი მოკავშირეებს რომ დამატებით კიდევ 2 კვირა ამ საკითხზე ემსჯელათ. მოკლედ ორი ვარიანტი იყო, ან რუსეთი დაადებდა ვეტოს უკვე გაეროს მანდატი უკვე სერიოზულ დოკუმენტს და დაუპირისპირდებოდა მთელ მსოფლიოს, ან და გაერო შეინარჩუნებდა ნეიტრალური დასახელებით აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეროს მისიას. შესაბამისად უშიშროების საბჭო გადაიწყებდა ამ საკითხების განხილვას და აი ამ დროს უცებ დაიბადა წინანდადება რომ მაშ რა მოდით ევროკავშირი და თქვენ გახსოვთ იმ პერიოდში მიმდინარე პროპაგანდა იმის თაობაზე რომ ვინაიდან ევროკავშირში არ მონაწილეობს რუსეთის მხარე ეს იქნება უფრო ობიექტური, არა კიდევაც უფრო ობიექტური, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ ერთი სერიოზული მინუსი აქვს ამ მისიას. იქით ხარეს ოკუპირებული ხაზს იქით ვერ გადადის და განხილვის პროცესიც ჟენევაში აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული, არ არის განპირობებული, აქ არ მიყავთ ინიციატივა, ხელში არ აქვს აღებული ევროკავშირის ინიციატივა, არის ორივე მხარის, თქვა საქართველოსი, რუსეთის და რუსეთთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, რომელიც პრაქტიკულად ვერაფერზე ვერ თაგვდებიან. პრაქტიკულად არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა. ხა ისმის შემდეგ იკითხვა, საჭიროა კი ჟენევის მოლაპარაკებად ესეთი ფორმატი, თუ კი შედეგი არა. საჭიროა და უაღრესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს საერთაშორისო ფორმატი, მაშინ, როდესაც არაფერი არ მუშაობს. არც ერთი ფორმატი არ არსებობს და არის მეორე მიმართულება კიდევ როგორმე ჩვენს ოპონენტებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ამ შემთხვევაში სიმწვავედ შემატონ დაპირისპირებას და თქვათ ყარად დადგნენ პოზიციაზე, რომ შეწყდეს აბაშიძის და კარასიძის მოლაპარაკებები. საკითხი ისმის ესე, არა მარტო ჩვენგან, საზოგადოებიდან და საერთაშორისო თანამეგობრობაც არ არის ყველაფერი თქვათ გადმოფენილი, ყველა პოზიცია მიდის ამ თემაზე საუბარი, რას მოგცემს ეს სიკეთეს თუ უარესობას. და რასაკვირველია არსებობს ესეთი მომზადებული ფორმულა. არ დაელაპარაკები რუსეთს, არ გადაწყვიტავ ეკონომიკურ თემას, არ გაითვალისწინებ რუსეთში მცხოვრები 100,000-ობით ქართველის ინტერესებს და ამით რუსეთს შეუქმნი პრობლემას. თუ პირიქით, რომელი პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია და დამაზიანებელია ქვეყნისათვის. აქედან გამომდინარე იღებს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას. და როდესაც საუბრობ ადამიანიდან დავიწყოთ, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარესთან, ან და ადამიანთა ჯგუფები ერთმანეთში საუბრობენ და კამათობენ და მით უმეტეს ესეთი საერთაშორისო ვითარების პირობებში, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთში საუბრობენ, უკეთესია ვიდრე მაშინ ვითარება, როდესაც არავითარი ურთიერთოაქტი. ეხლა პარტია მუშაობს ორ ძირითად თემაზე. ეს არის საარჩევნო კოდექსის თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისი საარჩევნო იდეების და კიდევ სხვა საკითხებზე და ადგილებზე ორგანიზაციული თვალსაზრისით მიღებული ესეთი გადაწყვეტილება, რომ ყველგან გარდა პარტიული ხელმძღვანელისა, რომელიც სხვადასხვა თანამდებობებზეა ძირითადად დაკავებული, ან გამგებლად იქნა არჩეული ან საკრებულოში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რომ მას გვერდზე ამოუდგეს აღმასრულებელი მდივანი, ისევე როგორც ჩვენ პოლიტსაბჭოში, შემადგენლობაში არა და პოლიტსაბჭოსთან შევქმნით აღმასრულებელი მდივნის სტრუქტურა, სამსახური. რაღაც წინადადებები განიხილება, ფიქრობ უახლოეს პერიოდში პოლიტსაბჭოსაც ჩავატარებთ, როგორც ქართული ოცნების, ასევე კოალიციურ პოლიტსაბჭოს. ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის
რაღაცა აი ეს თემა აიტაცეს იმდენად რამდენადაც საყურადღებოდ იქცა საქართველოში ქალთა მონაწილეობის საკმაოდ წირი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. და შესაბამისად იჩქარეს თავი გამოეჩინა ყველას. აქ მნიშვნელოვანია არას ეწოლა პარტიულ ორგანიზაციებზე, პარტიებზე, პოლიტიკურ დაჯგუფებებზე, არამედ მნიშვნელოვანი კმედითი გადაწყვეტილებების მიღება და მართლაც ქალებისთვის შექმნა ვითარებისა, როდესაც ნიჭი, ენერგია, შესაძლებლობები სათანადოდ ფასდება და აქ გასაქანი და არ არის პოლიტიკური ველი დაკავებული მხოლოდ მამაკაცებით, რომლებსაც ტრადიციულად მოსდევდათ და ეს ტრადიცია რადგან დღემდე მოყვება, რომ მხოლოდ მამაკაცები არიან გამოსული პოლიტიკურ ასპარეზზე. რაღაც ეს ტრადიცია შეიქმნა, ვფიქრობ, არასწორი ტრადიცია. მაგრამ არც ამას უნდა გადავაყოლოთ, ამ პოლიტიკურ მოდურობას უნდა გადავაყოლოთ რეალური ინტერესი და მიზანი. ჩემთვის ქალთა მონაწილეობა არ არის მხოლოდ ციფრთან და სტატისტიკასთან დაკავშირებული. ქალებს მთელ რიგ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის თუნდაც კონფლიქტების საკითხებზე, მოლაპარაკებების საკითხებზე, ოჯახის განვითარების, სამომავლო ბავშვების, ახალგაზრდობის, განათლების საკითხებზე აქ სხვანაირი ხედვა, ფსიქოლოგიურად სხვანაირი მიდგომა და ვფიქრობ, ეს რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია. რაც შეეხება კვოტირებას, მე დღეს ვერაფერს მომახსენებთ კოალიციის შემადგენლობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული მათ პარტიულ შემადგენლობაში და შესაბამისი შემადგენლობით მოვიდნენ არჩევნების დროს. წახალისება ამისი რასაკვირველია უნდა იყოს. ზოგიერთმა პარტიამ წინა არჩევნებში სიაში შეიყვანა უამრავი ქალი, ისეთი პარტიების მათ შორის, რომელიც ძალიან საკმაოდ დაბალი პროცენტით გავიდნენ, რაღაც ფინანსური დივიდენდი მიიღეს ამის გამო და რეალურად ქალები არ აღმოჩენილან საბოლოო ჯამში არჩევით ორგანოებში. აქედან გამომდინარე, აი ეს ზღვარი როგორმე კარგად უნდა დავინახოთ რა, სად არის პოპულიზმი და სად არის რეალური ინტერესი ქალი მონაწილეობდეს რეალურად პოლიტიკაში. კვოტირებით ზოგიერთი ჩვენთაგანი საკმაოდ ისეთი ცნობილი პიროვნება კვოტირებას პოზიტიურ დისკრიმინაციას უწოდებს.